პატარა ბავშვიც კი რო გააჩეროთ და კითხოთ, არ კითხოთ ვინა კარგი, ვინ არის ცუდი, პოლიტიკა, არაფერი. რომელ ქვეყანას აწყობს არეულობა საქართველოში? ეს ერთი კითხვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა იტყვის, რომ რუსეთს. ეს ნაბიჯები, რაც არის გადადგმული, ყველა არის მიმართული საქართველოში არეულობისკენ. ყველა არის მიმართული, რომ ეს სატრანზიტო ხაზი გაფუშტდეს. რაც ვის აწყობს? ჩინეთს არ აწყობს, ევროპასაც კი არ აწყობს, იმიტომ რომ ეს ტრანზიტი მასთან უნდა მივიდეს. ამიტომ მეჩვენება, რომ ევროპა ცოტა თამაშობს რაღაცაებს, ანუ რეალურად თვითონაც ხო იცით, რომ ეს სანქციები არაფრის მომცემი არა აბსოლუტურად. მაგრამ ვიღაცებს უნდა რომ აჩვენოს, რომ აი თვითონ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არეულობა იყოს ამ ზონაში და ამ ზონაში არეულობა აწყობს ერთადერთი ქვეყანა, ესაა რუსეთი. იმისთვის, რომ ჩინეთი არ შემოვიდეს ამ ხაზზე. არა იმიტომ, რომ საქართველოს ჯინი, საქართველოს მოუვლის ორი ტანკი ყავს თუ დაჭირდა. უბრალოდ არ უნდა რომ თვითონ გამოჩნდეს დესტაბილიზაციის ავტორად და ამიტომ აწყობს. ასე რომ მე უცხოელებიც და ჩვენების საყურადღებოდ უფრო რა თქმა უნდა ვიტყვი, რომ ძალიან ვერაგი რამ არის პოლიტიკა, მით უმეტეს ვერაგი ქვეყნების პოლიტიკა. და შეიძლება ისე აღმოჩნდეს ადამიანი რუსული საქმის გამკეთებელი, რომ თვითონ ვერ მიხვდეს. ამ შემთხვევაშიდაც, ვისაც უხარია სანქცია ამ ორ ტელევიზიაზე, ამ გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს.